დილა მშვიდობისა ჩემო საყვარელო მეგობრებო, როგორ გზანდებით? ძალიან საინტერესო თემას წავაწყდით დღეს. ქალბატონებო და ბატონებოს აღარ მოგმართავს დღეს, იმიტომ რომ ქალბატონები და ბატონები ამას ეთყობა, ამ ვიდეოს არც უყურებენ, არც დარჩებიან ჩემთან ერთად. მე ახლა ჩემს მეგობრებს მივმართავ რა. მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემა იყო ეს თემა, რომ მოკლედ ამ სამაიას ამ ვიდეოს მამა გაბრიელი და შოუს მოусმინე თავიდან ბოლომდე და იქ ახსენებს ერთ მომენტში, რომ აი ქრისტეს ახსენებს და ქრისტეს აღიარებს გოგო რა და მე მახსოვს რომ აი დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც სამაია ჩამოსვლა სანამ ჩამოვიდოდა ნიუ-იორკიდან, იქიდან უკვე გეგმავდა და ანონსებდა პატრიარქზე, ანუ ილია მეორეზე თავ დასხმას, გესმით და ყველას მოუწოდებდა რომ აი დამკავშირებოდნენ მე, თამარ ინასარიძე გეფარდს, იმიტომ რომ მე ვიყავი იმ პერიოდში მხოლოდ აქტიური და ერთად დავსხმოდით ილია მეორეს და ამოგვეკეტა ეს ილია მეორეს ესე იგი საპატრიარქო და იქ შიმშილით რომ მოკვდებოდნენ, მერე გამოგვეტანა ის ძვლები და დაგვემარხა თუ რაღაცა ესეთები რა და ეხლა ნახეთ რა საინტერესო საუბარი გაიმართა ჩვენ შორის დღეს რა რომ გუშინ მივწერე ამ ვიდეოზე ზუსტად სამაიას რომ მიხარია მეთქი რომ ქრისტე აღიარეთქო და იქნებ ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეო თუ გაქვს ჩაწერილი გამომიგზავნო მეთქი ან კიდე ჩაწერო ამ თემაზე ვიდეო თქო და დღეს მიგზავნის ესეთ SMS რომ ესა კომენტარს პასუხობს კომენტარზე რომ ჩვენო განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ქრისტეზეო და ჩემი უფრო სწორიაო, ჩემი სწორი არისო, ჩემი შეხედულება და შენი ცდარიო, ხო და ამიტომ კიდე მოგვივა ჩხუბიო. და მე ვუთხარი, რა იცი მეთქი, საიდან მოიტანე რომ შენი უფრო სწორია ვიდრე ჩემი, ამაზე ხო ჯერ არ გვისაუბრია მეთქი რა და მიპასუხა, ქრისტიანი ადამიანი თავს არ ესხმისო სხვებსო, შენ კიდე დადიხარო და თავს ესხმის სხვებსო. ხო და მე მივწერე რომ მეთქი შენ არ იყავი მეთქი თუ სწორად მახსოვს თქო რომ თავდასხმას აპირებდი ილია მეორეზე მეთქი ჩემთან ერთად თქო თუ სწორად არ მახსოვს მეთქი რა და ამაზე დამბლოკა ტიპმა რა და ეხლა რაზე ჩავთე მე ეს ვიდეო იცი ვეღარ მიპასუხა რა გავჭედე და ვეღარ მიპასუხა და დამბლოკა საბოლოო ჯამში ხო და ეხლა რაზე ჩავწერე ეხლა ნახე ტიპმა მითხრა ესეთი რამე რომ ესე იგი მე თურმე სასულიერო პირებს თავს ვესხმი ხალხო. სად დაგინახიათ რომ მე თავს დავესხი სასულიერო პირს რა? ალბათ ესე ფიქრობს სასულიერო პირების უმრავლესობა რომ მე თავს ვესხმი. ესე იგი ჩემი სიტყვის გამოსვლით, ჩემი მხელით, მხელას დაარქვეს თავდასხმა, მხელას დაარქვეს განკითხვა, მხელას დაარქვეს ყველაფერი სხვა ვიდრე მხელა. ეგ ნორმალური ფაქტია, იმიტომ რომ ესე იგი მხელის დროს ადამიანი იწვის ხვდები და გამოსავალს ეძებს რომ აი მხელა კი არ იყოს, ყველაფერი სხვა იყოს, ჩემი ბრალი იყოს ვიდრე მისი გესმის და მაბრალებს რომ ესე იგი თურმე მე ხალხს თავს ვესხმი, სასულიერო პირებს თავს ვესხმი, მითხარით ხალხო სად დავესხი სასულიერო პირებს თავს. მე რომ გამოვდივარ სიტყვით Facebook-ში და ხმამაღლა ვამხელ მათ, ეს თავდასხმა არის მითხარით? ხო და სწორედ მაშინ, როდესაც მე და სამაიას მოგვივიდა ჩხუბი, რომ ქრისტეს საერთოდ არ აღიარებდა მაშინ და ვიღაცა წყვილის გამეფება თუ რაღაცაზე მკითხა, რომ აი წყვილი, შენ რას ფიქრობ, წყვილი უნდა გამეფდესო, საქართველოსში წყვილმა იმეფოსო თუ პატრიარქმაო რა და მე ვთქვი, არც ერთი და არც მეორე ადამიანო, ჩვენი მეფე არის ქრისტე და ქრისტემ უნდა იმეფოს და ამაზე ავარდა ტიპი და შენ პატარა გოგო ხარო და შენ ისო და ესო და ჯერ კიდევ აღიარება გჭირდებაო დედიკოსგანო რომ კარგი გოგო გიწოდონ ქრისტე უთხარი ხალხო ქრისტია მე ვთქვი ჩვენი მეფე და აიღო დაიმხო ყველაფერი თავზე და არა ქრისტე არ არსებობსო და ეხლა მეუბნება რომ შენ უფრო არასწორი ქრისტიანი ხარ ვიდრე მე უფრო სწორად მესმის ქრისტეო გესმის და შენ თავს ესხმი ხალხსო როცა ზუსტად მაგაზე ვისაუბრეთ და ლაივში ერთად შევხვდით რომ თავდასხმას აპირებდა ილია მეორეზე სადაც მე ვუთხარი რომ ქრისტიანი ადამიანები არ ესხმიან თავს ჩემი სიტყვები გამიმეორა არა უშავ სამაია ღმერთმა გასწავლოს ჩემგანაც და სხვებისგანაც ღმერთმა ქრისტე გაგაგებინოს ვინ არის, მაშინაც ეგრე დავტოვე და უთხარი, ტიპს არ შევეკამათე რა და მაგის ხალხს ეგონა რომ ვერ გავეცი პასუხი. აი ესეთი საცოდავი ბუნების ადამიანები ყავს მას ჯგუფში რა და ეხლა რა ვქნა მე მაგას ვერ გავაგებინებ რომ
სწორი რწმენა ჩემია თუ შენიო, იმისავით მონოფიზიტებმა დიოფიზიტები რომ შეებრძოლენ, ძაღლზე რომ გამოსცადეს ღმერთი, ერთმანეთს გამოვცადოთ ეხლა ღმერთი, რომლის ღმერთი უფრო სწორია. ხო და ამიტომაც დამბლოკა ხალხო, ჩაიჭრა. ადამიანი, რომელსაც პასუხები აღარ აქვს, გარბის და ასე გარბის ეს ადამიანიც. ხო და მეგობრებო, მე ამ ადამიანის გამო მიმახვედრა ღმერთმა, რომ ყველა სასულიერო პირი ფიქრობს იმას, რომ მე მათ თავს ვესხმი. რაც არასწორია და რაც არის აბსურდული, იმიტომ რომ მე რომ თავდასხმა მდომებოდა მათთან, აგერ სამაია 1 წლის წინ რომ მოდიოდა და აანონსებდა თავდასხმას ილია მეორის საპატრიარქოს კარზე, მე მაშინ შევუერთდებოდი მას და დავესხმებოდი თავს და ვიქნებოდით ესე თავდასხმული ყაჩაღები, მაგრამ არა ხალხო, თავს არ ესხმის ქრისტიანი ადამიანი არავის. მან შეიძლება მაგრად ამხილოს და მაგრად დაწვას ადამიანი, მაგრამ აი როგორც მე ვაკეთებ რა. მაგრამ ხალხო, თავდასხმა მე ჯერ არავიზე განმიხორციელებია, გესმით? არავიზე. არც მაშინ, როცა პატრიარქთან ვიყავი, თავდასხმა ის არ იყო. ის იყო სტუმრობა. რის მერეც წამოვედი, ფეხი დავიბერტყე, ფეხის მტვერი დავიბერტყე, როგორც ქრისტე მეუბნება და მასწავლის და მასთან ალბათ აღარც მივალ არასდროს, სანამ თვითონ არ მოვა ჩემთან. გესმით? აი ესეთი რაღაცაა და რა ვიცი, ალბათ ჩემი ამბიციური ესეთი საუბრები ხოლმე ადამიანებს ესეთ შაბეჭდილებას უტოვებს, რომ მე ესე იგი თავს ვესხმი ხალხს, აუ იარაღებული არსენა ვარ რა. არსენა ხალხო, წარმოიდგინეთ თავს ვესხმი ხალხს. აუ რა მაგარ რაღაცებს ვიგებ ამ ბოლო დროს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. სასულიერო პირებო, ნუ გეშინიათ, ჩემი ქალი ვარ, მაია წყნეთელი კი არა ვარ, კაცო, თამარი ვარ, თამარი. გაიხსენეთ როგორი იყო თამარი. მას ვგავარ გარეგნულად და შინაგანაც მას ვგავარ. ასე რომ ნუ შეგეშინებათ ჩემი. თუ საუბარი გინდათ ჩემთან, სასულიერო პირებო, არ გეგონოთ რომ მე თქვენ თავებს აგაჭრით. ყველას შეგიწყალებთ, ყველას. მივბაძე თამარს, თამარ მეფეს ბაძავ. ასე რომ ნუ გეშინიათ ჩემი. არსენა არა ვარ და არც მაია წყნეთელი. იარაღი ხელში არასდროს არ ამიღია და არც რა ვიცი, თავს დავსხვი ვარ ვინმეს. აბა თქვენ რა სიტყვით? თქვენ როგორი შთაბეჭდილება გაქვთ ჩემზე? დამიწერეთ კომენტარებში, მაგრად მაინტერესებს ჩემო მეგობრებო რა. თქვენ ხო მეგობრები ხართ. ერთი კომენტარი ძალიან გთხოვთ რა. ნუ დაიშურებთ დროს და ერთი კომენტარი დამიწერეთ, როგორ დამინახეთ თქვენ მე. მართლა არსენას ვგავარ? მართლა მაია წყნეთელს ვგავარ? თუ თამარს ვგავარ? აი ჯიგრულად თამარს ვგავარ, იმიტომ რომ ყველას ამხელდა თამარი და ყველას აი ბილდ სიტყვაობაც იცოდა თამარმა და მაგრად მოაჯენდა ხოლმე ადამიანს, იმიტომაც იყო ძალიან მაგარი მეფე რა და დაამტკიცა რომ თავს კი არ ესხმოდა ხალხს და მაგარი ცუდი ტიპი კი არ იყო, მაგარი კარგი ტიპი იყო, იმიტომ რომ ყველას შეიწყალა, თავისი მტერიც კი შეიწყალა სიკვდილისაგან, გესმის? აი ეს არის ძალიან მაგარი ადამიანობა, როცა შეგიძლია ადამიანი ამხილო, დაწვა, ისე რომ ეგონოს თავს არ დაცემული იყოს და ეგონოს რომ თავს დაესხი, გესმის? თავს კი არ დავესხი, ვაი რომ მართლა პარავივით მომიყვანა ღმერთმა და თავზე დამაყენა თქვენს თავზე და მამხელინა თქვენი თავი სასულიერო პირებო. ცუნცულებო და საყვარლებო, ეხლა დაგემშვიდობებით, გისურვებთ საუკეთესო დღეს, მაგრამ შეიძლება დღეს ისე დაიწყო დღე, რომ რამდენჯერმე შემოგიერთდეთ ისევ ლაიფით. ამინ, ამენით იესო ქრისტე. ეს იმას ნიშნავს, ვინც არ იცით, რომ შემოვედი და გავდივარ სიყვარულით. მე შენ მიყვარხარ. ასე რომ,